ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში არის ქალაქი, რომელიც ოდესღაც იყო ვაჭრობის, მეცნიერებისა და ცოდნის ცენტრი ძველ სამყაროში. ეს არის ალექსანდრია. ძველი ქალაქის ნაწილი ახლა უკვე ხმელთაშუა ზღვის ქვეშაა. წყალქვეშ ახლანდელი ალექსანდრიის სანაპიროსთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი ქვები, სვეტები, ქანდაკებები და შენობების ნაწილები, რომლებიც ადრე ქალაქის სამეფო უბანში იდგა. თუმცა მთელი ალექსანდრია ერთდროულად არ ჩაძირულა. მრავალი საუკუნის განმავლობაში მის სანაპიროს მიწის ძვრა, მეწყერი და ნელ-ნელა მიწის ჩაძირვა შეემთხვა. ამის გამო ძველი ქალაქის რამდენიმე სასახლე, ტაძარი და ნავსადგური ზღვის ქვეშ აღმოჩნდა. რომ გავიგოთ, რატო იყო ალექსანდრია ასეთი მნიშვნელოვანი, უნდა დავბრუნდეთ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში. ძველი წელთაღრიცხვის 321 წელს. ალექსანდრე ეგვიპტეში იყო. ის მაკედონიის ახალგაზრდა მეფე იყო, რომელიც სწრაფად აფართოებდა თავის იმპერიას სპარსეთის წინააღმდეგ. მაშინ ის მხოლოდ 24 წლის იყო. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ალექსანდრემ დაინახა ვიწრო მიწის ზოლი, ზღვისა და მარიოდის ტბას შორის, რომელიც დიდი მტკნარი ტბაა და დაკავშირებულია ნილოსის მდინარისკენ მიმავალ მარშრუტებთან. მისი მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ჩრდილოეთით არის ხმელთაშუა ზღვა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ევროპასთან და ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებთან ვაჭრობისთვის. სამხრეთით კი არის მარიოტის ტბა, რომელიც კავშირს უზრუნველყოფს კავშირს ეგვიპტის შიდა ტერიტორიებთან და ნილოსის მდინარესთან. ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა იქ ახალი ქალაქის აშენება. მან მას ალექსანდრია თავისი სახელის მიხედვით დაარქვა. ალექსანდრე არ ყოფილა პირველი ადამიანი, ვინც ამ ადგილას ცხოვრობდა. იქ უკვე არსებობდა პატარა ეგვიპტური დასახლება სახელად რაკოტისი, მაგრამ ალექსანდრეს გეგმა იყო მისი გაფართოება და ორგანიზებულ პორტულ ქალაქად გადაქცევა. მას არ სურდა, რომ ალექსანდრია უბრალოდ გეგმის გარეშე გაზრდილიყო. სანამ უმეტეს შენობებს ააშენებდნენ, ჯერ განსაზღვრეს სად იქნებოდა მთავარი გზები, საცხოვრებელი ადგილები, სასახლე, ტაძრები და ნავსადგური. ბერძენი არქიტექტორი დინოკრატე როდოსელი ჩვეულებრივ ითვლება ქალაქის დაგეგმაში დამხმარედ. მათ გამოიყენეს ქსელური სისტემა, სადაც მთავარი გზები სწორი იყო და კარგად კვეთდნენ ერთმანეთს. ეს გავდა დიპ ხუთს, რომელიც ქალაქის ნაწილებად იყო დაყოფილი. ამის გამო ადამიანებს, ეტლებსა და ნავსადგურიდან მოტანილ პროდუქტებს უფრო მარტივად შეეძლოთ გადაადგილება. ფართო გზებმა ასევე შეუწყო ხელი ზღვის ჰაერის შემოსვლას და ძლიერი სიცხის შემცირებას. ყველაზე დიდი გზა თანოფიკური გზა ეწოდებოდა. ის გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და აკავშირებდა ალექსანდრიის მნიშვნელოვან ნაწილებს. მაგრამ ალექსანდრე აღარ დარჩა, რომ ენახა ქალაქის აშენება. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ალექსანდრია დააარსა, მან გააგრძელა თავისი სამხედრო კამპანია სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის აღარ დაბრუნებულა ეგვიპტეში. ალექსანდრე გარდაიცვალა ბაბილონში ძველი წელთაღრიცხვის 323 წელს. მაშინ ის მხოლოდ 32 წლის იყო. მან დატოვა უზარმაზარი იმპერია, მაგრამ არ ავდა ნათელი, ზრდასრული მემკვიდრე, რომელსაც შეეძლო მისი მართვა. ამის გამო მისმა გენერლებმა დაინაწილეს იმპერიის სხვადასხვა ნაწილი. ეგვიპტე დაიკავა გენერალმა პტოლემეოსმა. პტოლემეოსი ადრე ალექსანდრეს სარდალი და მისი ახლო თანამგზავრი იყო. მას შემდეგ, რაც ეგვიპტე ხელში ჩაიგდო, პტოლემეოსმა იგი საკუთარ სამეფოდ აქცია. შემდგომში ის გახდა ცნობილი როგორც პტოლემეოს პირველი სოტერი, პტოლემეოსთა დინასტიის პირველი მეფე. დინასტია არის მმართველი ოჯახის თანმიმდევრობა, რომელიც ერთი საგვარეულოდან მოდის. პტოლემეოსის ოჯახის მმართველობის დროს ეგვიპტის დედაქალაქი გახდა ალექსანდრია. მაგრამ პტოლემეოსმა ახალ ქალაქში მხოლოდ მმართველობა არ მოიტანა. მან ალექსანდრეს სახელი და ხსოვნა გამოიყენა, რათა გაემყარებინა თავისი უფლება მმართველად. როდესაც ალექსანდრეს ცხედარი ბაბილონიდან ჩამოიტანეს, ის ეგვიპტეში მოხვდა. თავდაპირველად, როგორც ამობენ, იგი მემფისში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ალექსანდრიაში დიდ სამარხში გადაასვენეს. ალექსანდრეს სამარხი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი უდიდესი დამხრობელი ძველ დროში. ბევრი მმართველი, ჯარისკაცი და სტუმარი მისი საფლავის ნახვას ისურვებდა. რადგან ალექსანდრეს ცხედარი ალექსანდრიაში იყო, ქალაქის მნიშვნელობა ხალხის თვალში კიდევ უფრო გაიზარდა. თითქოს პტოლემაიოსი აჩვენებდა, რომ მისი სამეფო იყო ალექსანდრეს სახელისა და ძალაუფლების ნამდვილი მემკვიდრე. როდესაც მისი მმართველობა ძლიერდებოდა, ალექსანდრიაც სწრაფად აშენდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჰეპტასტადიონი. ეს იყო გრძელი გზა, რომელიც წყლის ზედაპირზე აშენდა, მისი სიგრძე დაახლოებით 1,2 კილომეტრია და ის აკავშირებდა მატერიკს და პაროსის კუნძულს. ამ გზის აშენების შედეგად გაყოფილი იქნა სანაპირო და შეიქმნა ორი მთავარი ნავსადგური. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს დიდი ნავსადგური, სადაც მდებარეობს სამეფო უბანი და მრავალი მნიშვნელოვანი შენობა. დასავლეთით კი არის იონოსტოსის ნავსადგური, რომლის სახელიც ნიშნავს უსაფრთხო დაბრუნებას.
ეს ორი ნავსადგური დიდი დახმარება იყო ალექსანდრიას განვითარებისთვის. აქ შეიძლებოდა შემოსულიყვნენ გემები, რომლებიც მოქონდათ ხორბალი, პაპირუსი, ხე, ღვინო, ზეთი, მეტალი და სხვა პროდუქტები. ალექსანდრიიდან ასევე იგზავნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ხორბალი, რომელიც მოდიოდა ეგვიპტის ნოყიერი მიწებიდან. ამის გამო ალექსანდრია სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მაგრამ პტოლემეს კიდევ უფრო დიდი ოცნება ჰქონდა. მას მხოლოდ ქალაქის გამდიდრება ვაჭრობით არ სურდა, ასევე უნდოდა ალექსანდრია ცოდნისა და განათლების ცენტრად ექცია. მისმა ვაჟმა პტოლემე მეორემ დააგრძელა ეს გეგმა. მათი მმართველობის დროს აშენდა და გაფართოვდა სასახლეები, ტაძრები, ნავსადგურები და შენობები, რომლებიც სწავლულებისთვის იყო განკუთვნილი. დროთა განმავლობაში ალექსანდრიაში მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ისტორიკოსების შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა მიიჩნევა, რომ მოსახლეობა ასობით ათას ადამიანს აღწევდა და საბოლოოდ ალექსანდრია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ძველ მსოფლიოში, რომის შემდეგ. აქ მხოლოდ ერთი ჯგუფი არ ცხოვრობდა. აქ იყვნენ ბერძნები და მაკედონელები, რომლებიც ახალ ხელისუფლებასთან ერთად ჩამოვიდნენ. ასევე ცხოვრობდნენ მრავალი ადგილობრივი ეგვიპტელი. ქალაქში გაიზარდა ებრაული საზოგადოებაც, ასევე იყვნენ ვაჭრები და უცხოელები ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ალექსანდრიაში, მაგრამ ყოველთვის არ ჰქონდათ თანაბარი უფლებები და ცხოვრების წესი. თითოეულს ჰქონდა თავისი საზოგადოება, ტრადიციები და ადგილი ქალაქში. ალექსანდრიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სამეფო კვარტალი, რომელსაც პროთიონი ეწოდება. აქ მდებარეობდა პტოლემეოსთა მეფეების დიდი სასახლეთა კომპლექსი. ეგ ეს მხოლოდ ერთი სასახლე არ იყო. ის შედგებოდა მრავალი შენობისგან, ბაღებისგან, ეზოებისგან, ტაძრებისგან, ადმინისტრაციული შენობებისგან და სამეფო ოჯახის საცხოვრებელი ადგილებისგან. აქვე ახლოს მდებარეობდა ალექსანდრიაში განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ პტოლემეები დაიწყებენ გრანდიოზულ პროექტს. ერთ ქალაქში შეკრიბონ ცოდნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის. ალექსანდრიის სამეფო კვარტალში მდებარეობს სასახლეები, ტაძრები, თეატრი, გიმნაზიუმი და ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრი ქალაქში. მაგრამ ალექსანდრიაში მცხოვრებთა ცხოვრება თანაბარი არ იყო. ბერძნებს და მაკედონელებს ჰქონდათ უმაღლესი პოზიციები მთავრობაში. მათ ჰქონდათ დიდი კონტროლი პოლიტიკაზე, სამხედრო სფეროზე და ქალაქის მნიშვნელოვან სავაჭრო საქმეებზე. ბერძნული იყო ასევე მთავარი ენა, რომელსაც იყენებდა პტოლემეების მთავრობა. ალექსანდრიაში ასევე დიდი იყო ებრაული საზოგადოება. მათგან ბევრი იყო ვაჭარი, ხელოსანი და მეცნიერი. მათ ჰყავდათ საკუთარი ლიდერები და რელიგიური საზოგადოება, მაგრამ ისინი ასევე იყვნენ ქალაქის ვაჭრობისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ალექსანდრიაში ასევე ბერძნულ ენაზე ითარგმნა ებრაული ბიბლიის დიდი ნაწილი. ამ თარგმანს სეპტუაგინტა ეწოდა, რის გამოც უფრო მეტმა ბერძნულენოვანმა ადამიანმა წაიკითხა ებრაული წმინდა წერილები. ამასობაში ძირძველი ეგვიპტელების დიდი ნაწილი ცხოვრობდა რაკოტისში, იმ ძველ დასახლებაში, რომელიც ალექსანდრიის აშენებამდე არსებობდა. ბევრი ეგვიპტელი მუშაობდა ნავსადგურში, სამშენებლო ობიექტებზე, მინდვრებში, სახელოსნოებში და მდიდარი ოჯახების სახლებში. ისინი წარმოადგენდნენ ქალაქის მუშახელის დიდ ნაწილს, მაგრამ მათი ძალაუფლება შეზღუდული იყო ბერძნების მიერ კონტროლირებად მმართველობაში. ეს ნიშნავს, რომ ალექსანდრია ღია იყო მრავალი კულტურისა და ცოდნისთვის, მაგრამ აქ ცხოვრებ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქალაქი განაგრძობდა გამდიდრებას ვაჭრობის წყალობით. ყოველდღიურად ალექსანდრიის ორ ნავსადგურში ჩამოდიოდა გემები, რომლებიც მოქონდათ ხორბალი, ხვიხორბალი, ღვინო, ზეთი, ხე, ლითონი, პაპირუსი, სუნელები და სხვა პროდუქტები. იმისათვის, რომ გემები უსაფრთხოდ მისულიყვნენ, პტოლემეებმა პაროსის კუნძულზე ააშენეს უზარმაზარი შუქურა. პროექტი დაიწყო პტოლემე პირველის დროს და დასრულდა მისი შვილის პტოლემე მეორის მმართველობისას. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში. მისი არქიტექტორი იყო ბერძენი სოსტრატე კნიდოსელი. მას ალექსანდრიის შუქურა ან ალექსანდრიის ფაროსი ეწოდებოდა. ეს იყო ძველი მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთი. მისი სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრზე მეტი იყო. ის იმ დროის ჩვეულებრივ შენობებთან შედარებით ძალიან მაღალი იყო. ქვედა ნაწილი ფართო და კვადრატული ჰქონდა. მის ზემოთ იყო უფრო ვიწრო შუა ნაწილი, ხოლო ყველაზე ზედა ნაწილში იყო ცეცხლი, რომელიც ღამით გემებისთვის გზის მაჩვენებლად მსახურობდა. ღისით კი შეიძლებოდა გამოეყენებინათ გაბრიალებული ლითონი, რათა შუქი შორიდელაც ადვილად შესამჩნევი ყოფილიყო. არსებობს ძველი ამბები, რომ მისი დიდი სარკის გამოყენებით მტრის გემების დაწვაც შეეძლოთ. მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ამბავს ადასტურებს. რაც ნათელია, შუქურა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრიაში შემოსული გემებისთვის.
მან ასევე აჩვენა, რამდენად განვითარებული იყო ინჟინერია და რამდენად მდიდარი იყო ქალაქი იმ დროს. მაგრამ შუქურა არ იყო ალექსანდრიის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიაში. სამეფო კვარტალში მდებარეობდა მაუსეონი. სიტყვა მაუსეონი ნიშნავს ადგილს, რომელიც განკუთვნილია მუსებისთვის, ღმერთებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ხელოვნებასა და ცოდნასთან ბერძნულ რელიგიაში. აქედან მოდის თანამედროვე სიტყვა მუზეუმი. მაგრამ ეს არ არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ ძველი ნივთებია. ეს არის დიდი კვლევითი ცენტრი, სადაც მუშაობენ მათემატიკოსები, ექიმები, ასტრონომები, მწერლები და ფილოსოფოსები. მათ მეფე უჭერს მხარს. მეცნიერთათვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი საკვები და ხელფასი, რათა მათ შეძლონ კითხვა, წერა, დებატები და კვლევის ჩატარება. მაუსეონში შედის ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაც. ბიბლიოთეკის მიზანი დიდი იყო. პტოლემეები ისწრაფოდნენ, რომ სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მნიშვნელოვანი წიგნები და ხელნაწერები შეეგროვებინათ და დაეკოპირებინათ. იმ დროს ბეჭდური წიგნები ჯერ არ არსებობდა. ტექსტები როგორც წესი გრძელ პაპირუსის გრაგნილებზე იყო დაწერილი. ზოგიერთი უძველესი გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრიაში ჩამოსული გემები მიერ მოტანილ გრაგნილებს ამოწმებდნენ. გადამწერები მათ ასლებს აკეთებდნენ და ზოგჯერ ასლს აბრუნებდნენ, ხოლო ორიგინალი სამეფო კოლექციაში ინახებოდა. ჩვენ არ ვიცით ბიბლიოთეკაში გრაგნილების ზუსტი რაოდენობა. უძველესი შეფასებები მერყეობს 10.000-დან 100.000-მდე, მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ცოდნის კოლექცია ანტიკურ ეპოქაში. პტოლემეების მხარდაჭერის წყალობით იმ დროის ზოგიერთი საუკეთესო გონება ალექსანდრიაში ჩამოვიდა. მათ შორის იყო ევკლიდე, მათემატიკოსი, რომელიც ასწავლიდა და მუშაობდა ალექსანდრიაში. მან დაწერა ელემენტები, გეომეტრიისა და მათემატიკის შესახებ განმარტებების კრებული. ეს წიგნი სწავლებისთვის 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა. იქ იყო ერატოსთენე, მათემატიკოსი, ასტრონომი და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. მან ეგვიპტეში ორ ადგილას ჩრდილების განსხვავება გამოიყენა, რათა დედამიწის ზომა შეეფასებინა. მას არ ჰქონდა სატელიტი, ან თანამედროვე აღჭურვილობა. მან მხოლოდ ზომა, ჩრდილი, მანძილი და მათემატიკა გამოიყენა. ეს საოცარია, რადგან მისი შედეგი ძალიან ახლოს იყო დედამიწის ნამდვილი გარშემოწერილობის მნიშვნელობასთან. მედიცინის სფეროში ალექსანდრიაში მუშაობდა ჰეროფილოსი. მან შეისწავლა ტვინი, ნერვები, თვალი და ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ძველი ექიმი, რომელმაც მკაფიო დასწავლა, რომ ტვინი და არა გული არის აზროვნების ცენტრი. ასევე იყო ასტრონომი, არისტარქოს სამოსელი. მან წამოაყენა მოსაზრება, რომ დედამიწა ბრუნავს საკუთარ ღერძზე და მოძრაობს მზის გარშემო. იმ დროს მისი იდეა უმეტესობამ არ მიიღო. კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანები უფრო მეტად სწამდათ, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, როდესაც ალექსანდრია რომის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, იქ ცხოვრობდა და მუშაობდა გამომგონებელი ჰერონ ალექსანდრიელი. მან შექმნა ბევრი უცნაური მანქანა. ერთ-ერთი მათგანი იყო აიოლიპილი. ეს იყო მეტალის ბურთი, რომელიც ტრიალებდა. ის ტრიალებდა მაშინ, როცა ორთქლი გამოდიოდა ორი მოხრილი მილიდან. ეს არ იყო პრაქტიკული ორთქლის ძრავა, რომელსაც შეეძლო ტრანსპორტის ან დიდი ქარხნის ამუშავება. მაგრამ მან აჩვენა, რომ ორთქლის გამოყენება შესაძლებელია მექანიკური მოძრაობის შესაქმნელად. ჰერონმა ასევე შექმნა ავტომატური კარები ტაძრებისთვის. როდესაც საკურთხეველზე ცეცხლს ანთებდნენ, მის ფორმად ჰაერი თბებოდა. წყალი მოძრაობდა ჭურკელში და ის ქაჩავდა თოკებს, რომლებიც კარს ხსნიდნენ. დამთვალიერებლებისთვის ეს ისე ჩანდა, თითქოს ღმერთები თავად ხსნიდნენ კარს, მაგრამ სინამდვილეში ამას მანქანა აკეთებდა. მან ასევე დააპროექტა მონეტაზე მომუშავე აპარატი, რომელიც მცირე რაოდენობის წმინდა წყალს გასცემდა. როცა მონეტას ჩააგდებდი, ბერკეტი ეშვებოდა და წყლის პატარა არხი იღებოდა. ეს გავდა უძველეს სავაჭრო ავტომატს. ჰეროს ყველა გამოგონება არ გამოიყენებოდა დიდ სამუშაოებში. უმეტესობა უბრალოდ ცნევის დემონსტრაცია იყო. ჰაერის, წყლის და მექანიკური მოძრაობის. მაგრამ ამ გამოგონებებმა აჩვენა, რამდენად შორს შეიძლება მივიდეს შეგრძნება. როდესაც არსებობს ადგილი, რომელიც მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებსაც სურთ სწავლა და ექსპერიმენტების ჩატარება, პტოლემეების 200 წელზე მეტი ხნის მმართველობის შემდეგ რომა დაიწყო ეგვიპტის პრობლემებში ჩარევა. ძველი წელთაღრიცხვის 48 წელს იულიუს კეისარი ალექსანდრიაში ჩამოვიდა. ის იყო ძლიერი რომაელი გენერალი. იმ დროს ეგვიპტის სამეფო ოჯახის შიდა კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდა. კლეოპატრას შვიდე და მისი უმცროსი ძმა პტოლემე 11 ტახტისთვის იბრძოდნენ. ისინი და-ძმა იყვნენ, მაგრამ მათი სამეფო ოჯახის ტრადიციის მიხედვით ერთმანეთს მეტოქე მმართველებადაც მიიჩნევდნენ.
იულიუს კეისარი კლეოპატრას მხარეს დადგა. ამის გამო პტოლემეს ჯარმა ალექსანდრიის ის ნაწილი შეუტია, სადაც კეისარის რომაელი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებულნი. კეისარის ჯარი ალყაში იყო მოქცეული და რაოდენობრივადაც ნაკლები იყო. იმისთვის რომ მტერს ნავსადგურში არსებული გემები არ გამოეყენებინა, მან უბრძანა რამდენიმე გემი დაეცვათ. ცეცხლი ნავსადგურის ნაწილებსა და ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. აქედან წარმოიშვა ცნობილი ამბავი, რომ იულიუს კეისარმა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა მთლიანად დაწვა და მისი მთელი შიგთავსი ერთ ღამეში დაიკარგა, მაგრამ დიდი ალბათობით ასე არ მომხდარა. შემდგომი ისტორიული ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბიბლიოთეკა და მისი მეცნიერთა საქმიანობა იულიუს კეისარის შემდეგაც გაგრძელდა. შესაძლოა პორტთან ახლოს მდებარე საწყობები, სადაც პაპირუსის კრაგნილები ინახებოდა, დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შეიძლება დაიკარგა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მაშინ მთლიანად განადგურდა მთავარი ბიბლიოთეკა. ამიტომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაკარგვა უბრალოდ ერთი დიდი ხანძრის ისტორია არ არის. ამის ნაცვლად ის ნელ-ნელა დასუსტდა ომების, მთავრობის ცვლილებების და ფინანსების დაკარგვისა და მეცნიერთა მხარდაჭერის შემცირების გამო. ალექსანდრია გადაურჩა ამ სირთულეებს, მაგრამ ამის შემდეგ პტოლემეს ოჯახი აღარ იყო ყველაზე ძლიერი ძალა ეგვიპტეში. რომი ნელ-ნელა იღებდა კონტროლს ქალაქზე, მაგრამ რა მოხდა ალექსანდრიაში ბრძოლის შემდეგ? იულიუს კეისარი დაბრუნდა რომში, მაგრამ ძველი წელთაღრიცხვის 44 წელს ის მოკლა რომაელი სენატორების ჯგუფმა. ამის გამო რომში ძალაუფლებისთვის ბრძოლა კვლავ დაიწყო. მარკ ანტონი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რომაელი გენერალი იყო. ის მართავდა რომის აღმოსავლეთის დიდი ნაწილის ტერიტორიას, მათ შორის ეგვიპტესთან ახლოს მდებარე ადგილებსაც. მან კავშირი დაამყარა კლეოპატრა მე-7-დან, ეგვიპტის დედოფალთან. ხშირად მათ ურთიერთობას სიყვარულის ისტორია დააღწევენ, მაგრამ მათი ურთიერთობა ამაზე მეტია. ეს ასევე იყო პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორობა. ანტონის ეგვიპტის სიმდიდრე, გემები და ხორბალი სჭირდებოდა. კლეოპატრას კი ძლიერი რომაელი გენერლის მხარდაჭერა სჭირდებოდა, რათა თავისი სამეფოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. ზღვეცათი 34 წელს მათ ალექსანდრიაში დიდი ცერემონია გამართეს. დღეს ეს ცნობილია როგორც ალექსანდრიის დონაციები. მრავალი ადამიანის წინაშე ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავიანთ შვილებს ტერიტორიები გადაუნაწილეს. ამავე დროს კლეოპატრას ვაჟი ცესარიონი, რომელიც იულიუს კეისრის შვილად ითვლებოდა, ასევე გამოცხადდა მმართველად, როგორც მეფეთა მეფე. მათი გზავნილი ნათელია. მათ სურდათ ალექსანდრიას აღმოსავლეთში ძლიერი სამეფოს ცენტრად ქცევა. მაგრამ ეს დიდი საფრთხეა ოქტავიანესთვის, იულიუს კეისრის შვილობილი და მემკვიდრე. მისი მოწინააღმდეგეა მარკ ანტონიუსი რომის მართვაში. ოქტავიანემ ალექსანდრიაში გამართული ცერემონია პროპაგანდისთვის გამოიყენა. მან წარმოაჩინა, რომ ანტონიუსმა უარი თქვა რომის რესპუბლიკაზე და რომის ტერიტორიები კლეოპატრას გადასცა. ზედა წელები დება 31 წელს. მათი საზღვაო ჯარები ერთმანეთს აქტიუმის ბრძოლაში შეეჯახნენ. საბერძნეთთან ახლოს. ანტონიუსისა და კლეოპატრას გაერთიანებული ფლოტი დამარცხდა. ორივე ისინი ალექსანდრიაში გაიქცნენ. როცა ოქტავიანეს ჯარი ეგვიპტეში ჩავიდა მომდევნო წელს, ანტონიუსსა და კლეოპატრას აღარ ჰქონდათ საკმარისი ძალა რომ ებრძოლათ. მარკ ანტონიუსმა თავი მოიკლა. რამდენიმე დღის შემდეგ კლეოპატრაც გარდაიცვალა. ზუსტად არავინ იცის როგორ გააკეთა ეს. ცნობილი ამბავია გველის ნაკბენის შესახებ, მაგრამ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ნამდვილად იყო მიზეზი. ძველი წელთაღრიცხვით 30 წელს ეგვიპტე საბოლოოდ ოქტავიანეს ხელში გადავიდა. მოგვიანებით მას ავგუსტუსი უწოდეს და რომის პირველი იმპერატორი გახდა. ეგვიპტე კი რომის პროვინციად იქცა, რომელსაც იმპერატორი უშუალოდ აკონტროლებდა. ამით დასრულდა თითქმის 300 წლიანი პტოლემეების დინასტიის მმართველობა. მაგრამ ალექსანდრიის მნიშვნელობა არ დაკარგულა. ის კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალრიცხოვან ქალაქად რომის იმპერიაში. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი იყო, რომელიც ეგვიპტიდან რომში ხორბალს აწვდიდა. ხორბალი მნიშვნელოვანი იყო, რადგან რომში მოსახლეობა ძალიან დიდი იყო. როდესაც ალექსანდრიიდან გემების ჩამოსვლა იგვიანებდა, შესაძლოა საკვები არ ეყოთ და დედაქალაქში არეულობა ატყდეს. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომი აკონტროლებდა ეგვიპტეს, იმპერია მაინც დამოკიდებული იყო ალექსანდრიის გავლით გადაზიდულ პროდუქტებზე. მაგრამ მაშინ, როცა ქალაქი განებრძობდა გამდიდრებას, სხვადასხვა თემებს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ჩვენი წელთაღრიცხვით 38 წელს. ჰეროდე აგრიპა პირველი ეწვია ალექსანდრიას, ებრაელი მმართველი, რომის იმპერატორის მეგობარი. ქალაქში მცხოვრები ზოგიერთი ბერძენი მას კარგად არ შეხვდა. მათ დასცინეს აგრიპას და სპექტაკლი დადგეს, რათა მის მეფობას დასცინოდნენ. დაძაბულობა გამწვავდა და ეს ბერძნულ და ებრაულ თემებს შორის ფართომასშტაბიან არეულობაში გადაიზარდა. რამდენიმე საცხოვრებელს თავს დაესხნენ და დაწვეს. სინაგოგებიც დაზიანდა, მრავალი ადამიანი კი დაშავდა ან დაიღუპა.
ამ არეულობამ აჩვენა ალექსანდრიაში არსებული ხანგრძლივი პრობლემა. ქალაქში მრავალი კულტურა ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ურთიერთობა თანასწორი და მშვიდობიანი იყო. იყვნენ ბერძნები, რომლებიც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლება. იყვნენ ებრაელებიც, რომლებიც იცავდნენ თავიანთ საზოგადოებასა და უფლებებს. ამასობაში ადგილობრივი ეგვიპტელები კვლავ ცდილობდნენ უფრო დიდი როლის მოპოვებას. როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა, კონფლიქტები კიდევ უფრო გამწოლდა. გაჩნდა დაძაბულობა ძველი ბერძნული და ეგვიპტური რელიგიის მიმდევრებსა და მზარდ ქრისტიანულ საზოგადოებას შორის. დაპირისპირება თავად ქრისტიანობის შიგნითაც მოხდა, რადგან სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული რწმენა ჰქონდა საკუთარ რელიგიაზე. ამასთან ერთად ნელ-ნელა ალექსანდრიის ძველი სტატუსი, როგორც განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იკარგებოდა. ქალაქში სწავლულები და სკოლები კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას, მაგრამ მთავრობა აღარ გამოყოფდა ისეთ დიდ დაფინანსებას. უკვე სხვა საგანმანათლებელ ცენტრები გაჩნდა რომში, ათენში, კონსტანტინოპოლში და სხვა ქალაქებში. შემდეგ მოხდა ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ალექსანდრიის სანაპირო შეცვალა. 21 ივლისს, ჩვენი წელთაღრიცხვით 365 წელს. ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა კრეტის კუნძულის მახლობლად. ბიძგები გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის მრავალ ნაწილში, მათ შორის ალექსანდრიაშიც. მიწისძვრის შემდეგ წყალი მოულოდნელად უკან დაიხია სანაპიროდან. ზღვის ფსკერი გამოჩნდა და ზოგიერთი თევზი და გემი ხმელეთზე დარჩა. იმ დროს ხალხს ჯერ კიდევ არ ესმოდა, რას ნიშნავდა ეს. ზღვის უკან დახევა სინამდვილეში მოახლოებული ცუნამის გაფრთხილება იყო. ცოტა ხანში წყალი უზარმაზარი ტალღის სახით დაბრუნდა. მან გადაუარა ალექსანდრიის ნავსადგურებს და დაბალ ადგილებს. მან წაიღო ადამიანები, სახლები, საქონელი და დიდი გემები. როგორც ძველი ისტორიკოსი ამიანუს მარცელინუსი ამბობს, ათასობით ადამიანი დაიღუპა ალექსანდრიაში. მაგრამ დღეს ჩვენ აღარ შეგვიძლია ზუსტი რიცხვის დადგენა. დიდი ზიანი მიადგა შენობებსა და ზღვისპირა რაიონებს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული იყო ყოფილი სამეფო კვარტალი, სადაც ოდესღაც პტოლემეების და კლეოპატრას სასახლეები იდგა. ცუნამი არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ძველი ალექსანდრიის ზოგიერთი ნაწილი ზღვის ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი საუკუნის განმავლობაში სანაპირო არაერთხელ განიცდიდა მიწისძვრებს. მიწის მოძრაობა, ნგრევა და წყლის დონის ნელ-ნელა აწევა. ამის გამო სამეფო კვარტალისა და ნავსადგურის ზოგიერთი ნაწილი ჩაიძირა. ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ჩანს დიდი ქანდაკებები, სვეტები, ქვები და ტაძრების ნაწილები ალექსანდრიასთან ახლოს ზღვის ქვეშ. ცუნამიმ ქალაქი ბოლომდე არ გაანადგურა, მაგრამ მან ალექსანდრიის ყოფილი ძალაუფლების ცენტრის დიდი ნაწილი წყალში ჩაძირა. ქალაქი აღდგენას ცდილობდა რომის იმპერიაში რელიგია და პოლიტიკა განაგრძობდა ცვლილებას. მეოთხე საუკუნის ბოლოს იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა აკრძალა წარმართული მსხვერპლ შეწირვები და მხარი დაუჭირა ძველი რელიგიის მრავალი ტაძრის დახურვას. ალექსანდრიაში სერაპეუმი გახდა დაძაბულობის ცენტრი, ეს იყო დიდი ტაძარი სერაპისისათვის, ღმერთისთვის, რომელიც აერთიანებდა ბერძნული და ეგვიპტური რელიგიის რამდენიმე ელემენტს. ის პტოლემეების დროს აშენდა, რათა შეექმნათ რელიგიური სიმბოლო, რომელსაც ბერძნებიც და ეგვიპტელებიც ცნობდნენ. 391 ან 392 წელს ჩვენს წელთაღრიცხვით ქალაქში წარმართებსა და ქრისტიანებს შორის ბრძოლა დაიწყო. არეულობის შემდეგ ქრისტიანობის მომხრეებმა ეპისკოპოს თეოფილეს ხელმძღვანელობით სერაპეუმი გაანადგურეს. ასევე დაანგრიეს სერაპისის დიდი ქანდაკება. არსებობს ამბები, რომ სერაპეუმში ადრე ინახებოდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის კრაგნილები. მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, მართლაც თუ იყო იქ დიდი წიგნების კოლექცია ტაძრის დანგრევის დროს. ამიტომ არასწორია იმის თმა, რომ მხოლოდ აქ და ერთ ფრეში განადგურდა მთელი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. უფრო სავარაუდოა, რომ კოლექცია ნელ-ნელა დაიკარგა. ხანძრის, ომის, დაფინანსების ნაკლებობის, მეცნიერთა გადაბარგებისა და მთავრობის ცვლილებების გამო. 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ კიდევ ერთმა მოვლენამ აჩვენა, რამდენად შეიცვალა ალექსანდრია. 415 წელს. ქალაქში ცხოვრობდა ცნობილი მეცნიერი ჰიპატია. ის იყო მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი და მასწავლებელი. ის იყო მათემატიკოს თეონის შვილი და ასწავლიდა სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიიდან და მთავრობის მაღალი თანამდებობებიდან იყვნენ. მისთვის ახლობელი ადამიანებიდან ერთ-ერთი იყო ორესტესი, ალექსანდრიის რომაელი გუბერნატორი. იმ დროს ორესტესსა და კირილეს, ქალაქის ძლიერ ქრისტიან ეპისკოპოსს შორის ძლიერი კონფლიქტი იყო. ისინი ალექსანდრიაში მთავრობისა და ეკლესიის ძალაუფლების ფარგლებისთვის იბრძოდნენ. იმის გამო, რომ ჰიპატია ორესტესის მეგობარი და მრჩეველი იყო, არ გავრცელებულა ბრალდება თითქოს ის უშლიდა ხელს ორ ლიდერს შორის შერიგებას. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ კირილემ პირდაპირ უბრძანა ჰიპატიას მოკვლა. მაგრამ
ჩვენი წელთაღრიცხვით 415 წლის მარტში მას გზა გადაუღობა ქრისტიანთა ჯგუფმა, როცა თავის ეტლში იჯდა. ის ძალით წაიყვანეს ერთ შენობაში და სასტიკად მოკლეს. ჰიპატიას მკვლელობა მხოლოდ მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირება არ ყოფილა. ეს იყო უფრო დიდი პოლიტიკური კონფლიქტის ნაწილი. რელიგიასა და ალექსანდრიაზე კონტროლზე, მაგრამ ამან ძლიერი გზავნილი დატოვა. ქალაქი, რომელიც ოდესღაც თავშესაფარსა და მხარდაჭერას აძლევდა ადამიანებს, რომლებიც კითხვებს ონდნენ და სწავლობდნენ, იქცა ადგილად, სადაც ცნობილი მეცნიერი შეიძლება მოკლან, რადგან ის ძლიერ ჯგუფებს შორის ბრძოლაში აღმოჩნდა ჩართული. ამის შემდეგაც ალექსანდრია სრულად არ გამქრალდა. ქალაქში ვაჭრობა, სწავლა და ცხოვრება გაგრძელდა, მაგრამ ალექსანდრია, რომელიც ოდესღაც ოცნებობდა მსოფლიოს მთელი ცოდნის შეკრებაზე, ნელ-ნელა ქრება. ის ერთ ღამეში არ დაცემულა. ყოველი ომის შემდეგ ის სუსტდებოდა. მიწისძვრის, ცუნამის, არეულობისა და მთავრობის ცვლილების შედეგად. ყოველი სასახლის, ტაძრის, ბიბლიოთეკის ან მეცნიერს დაკარგვასთან ერთად ქალაქის ძველი ნათება წნელდება. ჰიპატიას სიკვდილის შემდეგ ალექსანდრია სრულად არ გამქრალა, მაგრამ მას აღარ დაუბრუნებია ძველი ძალაუფლება როგორც მმართველობისა და ცოდნის ცენტრს. ჩვენი წელთაღრიცხვით 641 წელს არაბთა მუსლიმური არმია ეგვიპტეს დაეუფლა. რამდენიმე თვის შემდეგ მათ ალექსანდრიაც დაიპყრეს. მათ ქალაქი ახალ დედაქალაქად არ უქცევიათ. ამის ნაცვლად მათ დაარსეს ახალი მმართველობის ცენტრი, სახელად ფუსტატი, ახლოს იმ ადგილთან, სადაც დღეს კაირო მდებარეობს. რადგან მთავრობა ფუსტატში გადავიდა, ალექსანდრიის პოლიტიკური მნიშვნელობა თანდათან შემცირდა. ასევე შეიცვალა სავაჭრო მარშრუტები, შემცირდა მოსახლეობა და ბევრი მეცნიერი, რომლებიც ადრე ქალაქში მუშაობდნენ, სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. თუმცა ალექსანდრიის ცნობილი შუქურა მაინც დარჩა. 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის გემებისთვის გზის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ის რამდენჯერმე დაზიანდა ძლიერი მიწისძვრების შედეგად. საბოლოოდ ის მთლიანად დაინგრა 14 საუკუნის მიწისძვრების შემდეგ. 13 საუკუნეში სულთანი ხაითბაიმ ააშენა დიდი ციხესიმაგრე შუქურის ყოფილ ადგილას. მიიჩნევა, რომ ციხესიმაგრის ასაშენებლად გამოიყენეს ქვები, რომლებიც დანგრეული ფაროსიდან იყო აღებული. დროთა განმავლობაში ალექსანდრია თანდათან დასუსტდა და დაკარგა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის სტატუსი. ოსმალეთის პერიოდის ბოლოს ის გადაიქცა პატარა პორტად და თევჯერის თემად. მაგრამ უძველესი ალექსანდრია საბოლოოდ არ გამქრალა. 1990-იან წლებში ქალაქის ნავსადგურში მასშტაბური წყალქვეშა გათხრები დაიწყო. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი ქვის ბლოკები, ქანდაკებები, სფინქსები, სვენგსვეტები და შენობების ნაწილები, რომლებიც ოდესღაც სამეფო კვარტალში და ალექსანდრიის შუქურაზე იდგა. თანგოდიოს ჯგუფმაც დაადგინა ჩაძირული ნავსადგურის ნაწილები. სასახლე, ტაძარი და გზები პტოლემეების და კლეოპატრას დროიდან. ბევრი არტეფაქტი ზღვისქვეშ რჩება, რათა დაცული და შესწავლილი იქნას იმ ადგილას, სადაც ისინი აღმოჩენილია. ამ აღმოჩენები აჩვენებს, რომ ალექსანდრიის ყოფილი ბრწყინვალება მხოლოდ ლეგენდა არ არის. მართლა ოდესღაც აქ იდგა უზარმაზარი შუქურა, მეფეთა სასახლეები და შენობები, რომლებსაც ანტიკურ ხანაში საუკეთესო მეცნიერები სტუმრობდნენ. აქ სწავლობდნენ დედამიწის ზომას, აქ იწერებოდა მნიშვნელოვანი გაკვეთილები გეომეტრიაში და ქმნიდნენ უძველეს მანქანებს, რომლებიც მუშაობდნენ წყლით, ჰაერით და ორთქლით. მაგრამ ალექსანდრია არ დამქრალა მხოლოდ ერთი ხანძრის, მიწისძვრის ან დამკვებლის გამო. იგი ნელ-ნელა დასუსტდა ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ომების, არეულობისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო. ვაჭრობის მარშრუტის ცვლილება და იმ ინსტიტუტების მხარდაჭერის დაკარგვა, რომლებმაც გააძლიერეს იგი. ეს არის ალექსანდრიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. არ არის საკმარისი, რომ საზოგადოებამ ააშენოს სასახლე, ბიბლიოთეკა, შუქურა და მოცინავე ტექნოლოგია. მასაც ცოდნა, ერთიანობა და ის ადამიანები სჭირდება, ვინც ამას აგრძელებს, რათა დაცული იყოს. რადგან თუ ქალაქს ის რამეები დააკლდება, რაც მას აძლიერებს, ის შეიძლება ნელ-ნელა გაქრეს, სანამ მისი ყოფილი სასახლეები და მონუმენტები მხოლოდ ზღვის ქვეშ აღმოჩნდება.